რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა. მაშასე, ვაშა გადაცემა ისევ თქვენთან არის. და ჯერ კიდევ გაქვთ დრო შემოგვიერთდეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე ან TikTok-ზე. პრემიერა წოდებული სუბიექტი აჩეჩილი თმითა და კიდევ უფრო აფოფრილი აზრებით ჩინეთში წავიდა. რაც თავისთავად ცუდი არ არის. თუ არ ვიფიქრებთ იმაზე, რომ მაინც და მაინც მაშინ აღმოჩნდა ჩინეთი რუსეთის პრემიერი მიშუსტინიც. ხო, დამთხვევა. ოღონდ, სანამ ეს ტიპი და მისი კოდლა იქაურებს აქაურ ეკონომიკურ მიღწევებზე აბოლებდნენ სოფლიოს სხვა მხარეს, რომელიც ჩვენთვის ყველანაირად უფრო პრიორიტეტულია, უნდა იყოს, მათგან ქვაქვაზე არ დატოვეს. კაი, პირველ პირში ვიტყვი, ქვაქვაზე არ დატოვეს ჩვენი ამბიციისგან გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ან ზოგადად, რამენაირად ევროპული ქვეყანა გვერქვას. Georgia looks like exactly საქართველოს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თქვენ აღწერთ. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ქართული ოცნება არ დაუბრუნდება ევროპულ გზას. ეს არის კრემლის პროქსი რეჟიმი. ზომები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ხალხის მხარდასაჭერად მივიღოთ, რომლებიც იბრძვიან დღემდე ევროპული მომავლისთვის თითქმის 1 წელია, არის სანქციები და სავიზო შეზღუდვები ყველას მიმართ, ვინც პასუხისმგებელია. თუ ვერ ხვდებით ეს რამდენად სერიოზული ამბავია, მოусმინეთ დიდვან პროჭორვილელებს. სისხლზე რომ გადიან ახლა. ჩამოყალიბდეს უნდა ბრიუსელი, რომელი მე საუბრობს მასში. არის საქართველოს სანქციების დაცვის მხრივ შესაძლებელი ქვეყანა და თუ კი ეს არის, მაშინ რატომ აფინანსებენ დეзинფორმაციას ბრიუსელიდან პირდაპირ, ასე რომ ეს უპირველეს ყოვლისა არ აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებულის მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში. ძალიან საინტერესო ანალიზი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. Ამდენ წლის განმავლობაში კი ვისწავლეთ, როცა ესენი გიაორსკივის სახეს იღებენ, ზედ რომ აწერიათ, რომ ყველაფერი იციან, მაგრამ მეათეცად არ გეუნებიან შენ. აი, ზუსტად მაშინ აქვთ ყველაზე მაგრად მოჭერილი. ეს ნაძალადევი ღიმილი და ბრიყული ხუმრობები ზუსტად მაგის ნიშანია. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ესაა ყველაზე რბილი და ყველაზე ზოგადი შეფასება, რაც საქართველოს შეეხება. ყველა სფეროში. in Georgia. The situation has sharply deteriorated. საქართველოში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რაც არც ერთ კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში არასდროს მომხდარა. მოიგონეს რამე? არა. და გადაამეტეს? არა. ჩვენ ნახეთ სწრაფი ეროზია, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვა. რაღა გაამწვავა თქვენ კაი ხალხო, რაღა სასამართლო დაგვრჩა და რაღა დამოუკიდებლობა. რა სიტყვით გოცნო, 5 წლის შემდეგ ევროკავშირში შესვლის რა შანსი აქვს ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დღეს წერს, მან ადამიანებს ხმის მიცემის ეშინიათ, რომ მერე ვიღაცა არ მიუვარდეს, არ სემოს ან სამსახურიდან არ გააგდოს და ულუკმაპუროდ არ დატოვოსო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ კურსი და იყვნენ თანხვედრაში მოქალაქეების მოთხოვნასთან, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო. რა შანსი აქვს ქვეყანას, სადაც უბრალოდ აზრის გამოთქმა ისჯება? თქვენზე მეტად მე მინდა ვცდებოდე, მაგრამ თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. ის რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და თქვა ახლა. კანდიდატი ქვეყნის პლუსებისა და მინუსების შეფასება კი არაა, ბორიას რეჟიმის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპითაფიაა. ევროპამ დაგადოთ. ევროკომისია საქართველოს მხოლოდ ფორმალურად მიიჩნევს კანდიდატ ქვეყანად. A candidate country in name only. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ბრიუსელის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების მიზანია ხალხმა ხელი ჩაიქნიოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. უსამართლო მოქცევის, წინააღმდეგობისა და დაბრკოლებების წინაშე ხელი ჩაგვექნია თუ არა, ეს არჩევანი არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე გქონდა. საქართველოს შანტაჟი და საქართველოს ზეწოლა არ გამოვა. ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ. საქართველოს გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის. ევროპამ კი დაადოთ, მაგრამ ამით ეს რუსები ძალიან გაახარა. დღეს რუსეთის ეროვნულ დღესასწაულზე ბორიას დავოვას ამაზე უკეთეს საჩუქარს ბრიუსელი ვერ გაუკეთებდა. აჰა, საქართველოც უკვე რუსეთია, რაზეც მწუხარებით ვაწერთ ხელსო. ბორიას მეორე და ჭეშმარიტი სამშობლო აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს 7 ნოემბერს, რომელიც ახლა 4 ნოემბერზე გადმოიტანდეს და სახალხო ერთიანობის დღე უწოდეს. რა მნიშვნელობა აქვს? ზეიმია. თავისი ყველაფრით. მათ შორის სტრიპტიზით. ქალაქ ბრიანსკში ეკონომიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გოგონებმა დიდებული დღესასწაული მოიწეს. გამოიძახეს სტრიპტიზის მოცეკვავე მამრი
უგანდიდან. ოღონდ ერთი პრობლემა იყო. პლეხანოვის სახელობის ბრიანსკის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში არ ყოფილა ბოძი თუ ჭოკი თუ არ ვიცი, რა ქვია ქართულად, კლასიკური სტრიპტიზის შესასრულებლად. ამიტომ ამ უგანდელმა ახალგაზრდამ ჩაატარა რის საშუალებას სცენა მისცა, როგორც დარბაზიდან გესმით აუდიტორიის არანაკლები ახტაცების ფონზე. რუსეთში ყველაფერი მოსულა. სტრიპტიზი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობისა და ჭეშმარიტი რუსობის ნაწილი. ჰელოუინისგან განსხვავებით, რომელსაც კირილე გუნდიავე ამდენი წელია ებრძვის. Большой вред воспитанию. ახალგაზრდობის აღზრდას დიდად აზიანებს სკოლებში ჰელოუინის აღსანიშნავი კულტურულ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. მოდი ჩვენს კულტურულ სივრცეს მოვაცილოთ ეს ბაქანალია, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოვიდა. რაც სრულიად უცხოა ჩვენი სულიერი ფასეულობებისთვის, სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ, სულიერ, რელიგიურ პრინციპებს. ასია. ჰელოუინზე გოგრის გორაობა და რაღაცეების ჩაცმა ეწინააღმდეგება რუსის სულიერებას. ტანსაცმლის გახდა კი, რაც უნდა გამოგიჩნდეს და რა ფერისაც უნდა იყოს, სრულად შეესაბამება ფასეულობებსა და ტრადიციას. რა გადაგვჩენია, ჩვენს მიულოცოთ ედინავერეც მეზობელს დღესასწაული და დაუპირდეთ, რომ როგორც კი თავს დაგვანებებს და ბურიას თავისთან წაიყვანს პენსიაზე, ამ დიდებული დღის აღნიშვნაში ჩვენც გულითა და სულით ჩავერთვებით. კაი, სტრიპტიზზე არასდროს დავზრდებით და რამე კუნძს ჩვენც აუცილებლად და სიამოვნებით ვაჩვენებთ. კახა, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ანდა, ჩემი ნათქვამი რაში დაგჭირდება, უჩემოთაც მიხვდება ყველა. თბილისის მერად წოდებულის მეგობარი ყოფილა აი ეს კაცი. მეგობარი კი არა და ძმა, ბრატი. ნავაი ბაკიროვი. მე ცოტა ჩამორჩენილი ვარ თანამედროვე რუსულ მუსიკალურ ხელოვნებას და უნდა ვაღიარო ეს სახელი პირველად გავიგე. როგორ შეიცხადო ერთხმად ხელოვნურმა ინტელექტებმა და იქით Google-მა, ეგო დიდად ცნობილი ვარსკვლავია, უპოპულარულესი და უმარკეტინგულესიო. ნავაი ბაკიროვი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა, დაბადებული სამარაში. რა ჟანრია ეს კარგად არ ვიცი, ამიტომ რჩევებს მივიღებ. პაპსარეპია ჩემი განსაზღვრებით. თუმცა იქნებ თქვენ უფრო ზუსტი განსაზღვრება მოუძებნოთ რამე. რა შეიძლება ასეთ ტიპაშთან აერთიანებდეს ასეთ ტიპაშს? იქნებ ძვირიანი მანქანების სიყვარული. აგერ ნავაი ბაკიროვი არათუ მალავს, პირიქით ძალიანაც ამაყობს თავისი კოლექციით. Rolls-Royce Dawn, Black Beige, чистокровный, самой полной комплектации, на оранжевом мерме-салоне. Вот если посмотреть внимательно, то можно увидеть, что эти диски, они карбоновые. მე სხვა კლიპი ვნახე და მეტი სულიერი კავშირი ვიგრძენი ამ ორ ავტომოყვარულს შორის. Дорожные знаки и полосы, каждый день с новым опытом. Мы были вместе и что потом? Лучше ли порознь, зато теперь мы не ссоримся. Тонут на твоем фоне, все нежно, что лед это тронет. შარულები. ამაში ერთნაირი სტილისტი თუ არა, მსგავსი გემოვნება ქონიათ. დაცინო არს გაბედოთ. ჩემნაირო გოიმებო, რა გესმით თქვენ მოდი საერთოდ. ნავაი ბაკიროვს ჩაცმის კიდევ ერთი თავისებურება ჰქონია და ზუსტად არ ვიცი ახლა ამასაც იზიარებს თუ არა კალაძესთან. Покупаю разноцветные трусы из-за Я трусы не ношу. И это правда. კახი ჩვენ სხვა ბიჭი გვახსოვს, ნაცვალოს არმანი და დოლჩე და გაბანა. მაგრამ ეს ყველაფერი მილანში იყო, სადაც ცხოვრების 9 წელი გაატარა და დარწმუნებული ვარ, ერთი წარმოდგენაც არ გამოუტოვებია ლასკალაში. მისნაირი ფაქიზის სულის ადამიანი როგორ არივლიდა მაგალითად პაატა ბურჭულაძის სპექტაკლზე რიკარდო მუტირომ დირიჟორობდა. დარწმუნებული ვარ, კულისებიდან ვერ აგდებდნენ საერთოდ წარმოდგენის შემდეგ და ბევრი ფოტოც ექნება დიდ მაესტროებთან გადაღებული. უბრალოდ ახლა არ აჩენს, რომ სხვა დროა ხო იცით რა. სამაგიეროდ აჩენს ნავაი ბაკიროვს. მაგაზე ხსნილია. ლამბოს კაბრიოლეტში როზე ხარ, წალენჯიხის ულამაზეს ხეობებში დააგელებ და ამას უსმენ ბოლო ხმაზე, რა შეიძლება ამაზე დიდი სიამოვნება იყო. ბათაკება ერგება. რუასული ქურდის ესთეტიკასა და გემოვნებაზე გაზრდილი, აი ამას რომ უსმენს და არა ვლადიმირსკი ცენტრალს ან კაკაია ოსინ ვლაგირა. ჰელოუინზე სულ ამბები ხდება. მართლა ეშმაკისაა რა. ახლაც ერთმა ახალგაზრდა ქალმა თავზე სატანისტური რქებიანი ჩაჩქანი მოერგო და კისერზე ჩამოიკიდა ჯაჭვი, რომელიც პირადად მე არაფერს მეტყოდა. რავი, ჯაჭვია და ჯაჭვი, ოქროსფერი. რომ თქვა რომ ლამაზია მოგატყუებთ. ჩემი გემოვნები, თორემ თქვენ შეიძლება მოგწონთ. გემოვნებას ხო იცი არ დაობენ საერთოდ. ვიღაცას ხისფერი კუბოები მოსწონს, ვიღაცას ვარდისფერი. ვისი რა საქმეა. მოკლედ ჯაჭვია რა. კაი მსხვილი, აბაზანისას თან გავს, თან არა. ცოტა მასიურია მაგისთვის. ძაღლს აბამენ ეგეთით. ნუ ზომიერად დიდ ძაღლს, ნაგას ვერა.
მაგრამ ყველა სიმბოლოს ხომ აქვს ახსნა. ამასაც გამოუჩნდნენ ახლა ამხსნელები და ჯაჭვების ექსპერტები. უმალ დაადგინეს, რომ ძაღლის კი არაა და აბაზადის, ხელოვნების ნიმუშია, ტიფანის და ღირს $75,000. ჯაჭვი 75,000 $. ახლა ამის ექსპერტების დროა გამოვიდნენ და ახსნამ რამ გაამწარა ეს ქალი 75,000 რომ მიათხრიშა ჯაჭვში $. მე ეს ჯაჭვი რომ სატანისტურ რიტუალზე მოირგო და ჩვენ შეგვაშურა ნახეთ რა მაქვს. ახლა ვიღაცები ამობენ, მაგ ახალგაზრდა ქალის ორი შვილი პატრიარქის ნათლულიაო, მაგრამ მე არ მჯერა. პატრიარქის ნათლი დედა როგორ იკადრებდა, რომ სატანისტური ჰელოუინი აღენიშნა და ეს ამბავი მე საჯაროდ ებცნო ყველასთვის. შანსი არ არის. იმიტომ რომ ამ ეშმაკეულ შაბაშზე ქალი აღარაა და კაცი და მაგის დაშვება როგორ შეიძლება გაფიქრებაც კი. სანამ ხელოვნებათმცოდნეების საექსპერტო თანამეგობრობა საკუთარ სიტყვის და რაიმე დასკვნაზე შეჯერდება, როგორც კოცები ამბობენ, მე როგორც დაუვიწყარი თორნიკე რიჟვაძე იყო და სხვა დარგის სპეციალისტებს მივმართ და იცით რა მითხრეს კრიმინალისტმა ფსიქოლოგებმა. მათი ვერსიით, ამ ახალგაზრდა ქალს საახლობლოში ვიღაც მაგარი კორუმპირებული ყავს და კოცების გაქანებული დაჭერების კამპანიაში, აი ამ ხერხით მიანიშნებს გამოძიება, სად უნდა ეძებონ უკანონო სიმდიდრე. დრო რომ არ დაკარგონ მერე ჩხრეკაზე. რატომ უნდა ერჩოდეს ახლობელს მეთქი და ეგეც ამიხსნეს. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ადამიანი ძალიან გამწარებულია ამ თავის ახლობელზე. შეიძლება ღალაჩის კი ჰყავდეს ოდესღაც შემჩნეული და ვერ ივიწყებდესო. 75,000-იანი ჯაჭვების ჩუქების მიუხედავად. ხო და იქნებ მართლები არიან დარგის სპეციალისტები და იქნებ ამ მეთოდით მართლა გამოძიებასთან თანამშრომლობს ის ქალი წინსწრებად, უბრალოდ ჩვენ ვერ ხვდებით ამას. დაველოდოთ გამოძიებას, როგორც პროჭორილელები ამბობენ ხოლმე. რას დავიდით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.